მუშაობა ადვილი არ არის. 100-ჯერ უფრო რთულია ვიდრე რკინასთან. რკინასთან გამოგივა, ხესთან უნდა სხვანაირი მუღამს როგორც იტყვიან და წარმოიდგინე, ბაჩო მოიფიქრა და წარმოიდგინე, აი რა გააკეთა. აი ეს არის ჩემი გვარის, ჩემი სახელის გერბი, რომელიც ჩემს კაბინეტში დაიკიდება და ალბათ ჩემთვის ბაჩო ეს არის ყველაზე მაგარი საჩუქარი. საჩუქარი არ არის სახლი, მანქანა. ეს ყველაფერი არის იქით. საჩუქარი არის ეს სუვენირიც არ არის, არ ვიცი. შეუფასებელია რა შევარქვა ისიც არ ვიცი, ხო? აი ხისგან დამუშავებული, აი ძვირფასი ხისგან. ხეს აქვს ძირი და იმ ძირისგან გაკეთებულია ჩვენი ემბლემა არის GB უკვე გახდა ბრენდი. ამისთვის ბაჩოს დიდ მადლობას ვუხდი და აი რას ვფიქრობდი იცით ბიჭებო? რას ვფიქრობდი იცი? ყოველთვის ვფიქრობდი რომ ჩვენ ხომ მეგრელები ვართ და ოდითგანვე ინგამ აი ამ მეგრელებს სად იყო მაგიდა, სკამები ესეთი ხო თქვათ, ახლა რო არის და ჩვენ წინაპრებს ქონიათ ესეთი რამე. ჩვენ გვიყვარს ღომი, იმიტომ ამაგრები რო ვართ, ღომი. ჩვენს გიყვარს, იმიტომ ახარ ესეთი რო ხარ, ხო? ესეთი ხარ, ხო? ღომი, ხო? უყურე. ღომი კარგია, მაგრამ ახლა ჩვენ თბილისში ვართ, გაიგეთ ახლა ღომი ტეხავს და გადავიდით ელარჯზე. გავიგე? ეს არის უკვე ელარჯი უკვე არის, როგორ იტყვიან? სუეცკი, აი ელარჯი უკვე. აი ამის თქმა მინდოდა, უკვე ნავაროჩენი არის, აი ღომი ნავაროტებში არის ელარჯი და ამას აკეთებდა დედაჩემი ძალიან მაგრად, გავიგე? და ფიქრობდი სულ რომ გამეკეთებია ის მაგიდა რაც იყო აი იმ დროში რა და უყურე ბაჩომს ეს მაგიდა ჩვენ დღეს მოგვართვა აი ნახეთ პროსტო ინგა ეს არის მასალა ისეთი აი უყურეთ ახლა ელარჯი არა გვაქვს ეს არის პრეზენტაცია ბაჩო დაბზანდით ინგა დაჯექი ბიჭებო დაჯექით აი ეს არის ბაჩოს მიერ გაკეთებული მაგიდა შენ წარმოიდგინე GB ჩვენი ემბლემა GB ჩვენი ემბლემა და ყველა სკამებს ჩვენი ემბლემა აქვს უყურე როგორ იყო ძველ დროში ელარჯი რო გქონდეს ძალიან კარგია მაგრამ იმედია ყველაზე მაგარი რესტორანი საქართველოში მეგრელი რო აკეთებს ელარჯს აი ამ გადაცემის შემდეგ დამირეკავს და